გეტყვით, რომ მოცდება რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში პოსტი, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ირაკლი ყობახიძემ ივანიშვილის პრემიერმა უკვე გამოსცა განკარგულება 14 აგვისტოს, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ქართული ოცნება აპირებს აშენოს ახალი სტადიონი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც დაახლოებით დაიტევს 70,000 ადამიანს და რომელიც კორუფციის მკვლევარების განმარტებით საქართველოს ბიუჯეტიდან მილიარდ ლარამდე დაჯდება. ახლა ჩნდება კითხვა, რისთვის ჭირდებათ ეს ახალი სტადიონი, როცა ქვეყანაში არსებობს 3 სტადიონი, 2 თბილისში და 1 ბათუმში. ამ კითხვებს სვამენ ბუნებრივია კორუფციის მკვლევარები, რომლებიც ამბობენ და მიუთითებენ რამდენიმე გარემოებაზე. მაგალითად, პირველი კანონდარღვევა, რომელზეც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საუბრობენ, არის ის, რომ ახლა მათი განმარტებით, როდესაც არის წინა საარჩევნო პერიოდი, მსგავსი სახის განცხადებების გაკეთება პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის კანონდარღვევა და პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ ქართული ოცნება ახლა წინა საარჩევნო პერიოდში იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. გარდა ამისა, მიანიშნებენ იმაზე, რომ 64 მუნიციპალიტეტიდან 63-ში არის ძალიან მძიმე პრობლემები, მაგალითად 63 მუნიციპალიტეტში ამ დრომდე უმძიმეს პრობლემად რჩება სასმელი წყლის მიწოდება, ზოგგან განრიგით არის, ზოგგან საერთოდ არ არის. სწორედ ამიტომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს თანხები, რომელიც ახლა სტადიონზე უნდა გამოიყენოს ქართულმა ოცნებამ, ლოგიკური იქნებოდა, რომ მოსახლეობას დახმარებოდნენ. გარდა ამისა, სოციალურ პრობლემებზე საუბრობენ, მაგალითად იმაზე, რომ სასადილოებთან ამ დრომდე არის რიგები, ასევე მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაზე უსაფრთხო გადაადგილებაზე, რომელიც ქალაქში ამ დრომდე არ არის. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ახლა მძიმე პრობლემა არის სწორედ მოსახლეობაში და მოსახლეობას უნდა დაეხმაროს ქართული ოცნება. ქართული ოცნება არღვევს კანონმდებლობას და ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ანუ ის, რაც ბიუჯეტის ფულით შენდება, ითვისებს ქართული ოცნება, რომ ვითომ პარტია აკეთებს. მეორე ის, რომ რამდენად საჭიროება არის და რამდენად პრიორიტეტული არის დღეს ქვეყანაში ააშენოს სტადიონი, მაშინ როდესაც ბევრი სოციალური პრობლემები გაქვს და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს თუ შევადარებთ, საერთოდ წყალი არა აქვს ქვეყანაში მუნიციპალიტეტებს. ხოლო მესამე ეს არის ის, რომ აღნიშნული ტენდერი, როდესაც ჩატარდება, გაირკვევა ვინ იქნება კომპანია, ვინ ააშენებს, მაგრამ ქართული ოცნების ბუნებიდან გამომდინარე არ ველით იმას, რომ ეს იქნება გამჭვირვალე ტენდერი. რა თქმა უნდა, ამ ტენდერსაც მისცემენ ისეთ კომპანიას, რომელიც კომპანიაც არის მათთან აფილიირებული კომპანია, რომელიც ქართულ ოცნებაში მიიტანს ფულს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ მოცნება ახლა წინა საარჩევნო პერიოდში, როდესაც მსგავსი სახის განცხადებებს აკეთებს, კანონს არღვევს და ახლა მოუწოდებენ ივანიშვილის პრემიერს და ივანიშვილის გუნდს, რომ გადადგას სწორი ნაბიჯები და არამიზნობრივი ხარჯების ნაცვლად დაეხმარონ იმ მოსახლეობას, რომელიც საქართველოში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. პირდაპირ ეთერში მარიამ მაკასარაშვილი საუბრობდა.